რუსეთში ტუაფსე სპორტზე უკრაინული დრონებით თავდასხმის შემდეგ ნავთობის ექსპორტი შეჩერდა. როსნეფტის მიერ კონტროლირებადმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ კი მუშაობა შეწყვიტა. თავდასხმამ ტუაფსე სპორტში ძლიერი ხანძარი გამოიწვია, რამაც სპორტის ინფრასტრუქტურა გაანადგურა, ცეცხლი გაუჩნდა ტანკერსაც. საპატრიარქომ არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედება აუგრძალა არქიმანდრიტ ცილის წამებაში ადანაშაულებენ. ის საპატრიარქოში დღეს იყო დაბარებული, თუმცა მის მოძღვართან არქიმანდრიტ დოროთესთან ერთად შეხვედრაზე შესვლის უფლება არ მისცეს. საპატრიარქოს დატოვების შემდეგ არქიმანდრიტმა განაცხადა, რომ ფაქტობრივად გამოაგდეს და მას ანდრია ჯაღმაიძე ეჯიკავებოდა. არქიმანდრიტი ილია პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს. თბილისში წერეთლის გამზირის ერთ-ერთი კორპუსიდან ძაღლი გადმოაგდეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მოქალაქე თამთა ჭიღლაძე ავრცელებს და წერს, რომ მომხდართან დაკავშირებით პოლიციაც ინფორმირებულია. ქუთაისის სამ სკოლაში მუნის შემთხვევები გამოვლინდა. ინფოიმერეთი წერს, რომ დაავადების შემთხვევები მესამე, 33 და 37 სკოლებში დაფიქსირდა. მედიკოსები ამბობენ, რომ საპანიკო არაფერია და მუნი მარტივად იკურნება.